გრძელდება სინდისის პატიმრების პროცესები დაჩქარებულ რეჟიმში. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი განიხილავს 11 პირის საქმეს, რომლებსაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. დაცვის მხარე დარწმუნებულია, რომ ოცნების სასამართლო ჩქარობს, რადგან პატიმრობის 9 თვიანი ვადის გასვლამდე, რაც სექტემბერში იწურება, თუ განაჩენი არ გამოცხადდა, მოსამართლეს პატიმრების გათავისუფლება მოუწევს. დღეს განიხილავს სასამართლო ნარკოდანაშაულში ბრალდებულების საქმეებსაც. 1 საათში ანტონ ჩეჩინის საქმის განხილვა დაიწყება, რამდენიმე საათში კი თედო აბრამოვის. ნუცა ბახუტაშვილი გვერდება სასამართლოდან აკრძალვის გამო ვერ ვიღებთ ხდომის ამსახველ კადრებს, ამიტომ ნუცა მოგვიყვება რა ხდება ახლა 11 პირის საქმის განხილვაზე. დიახსოფო, რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს 11 პირის ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული პირების სასამართლო პროცესის განხილვა. დღეს ეს ხდომები ახალ ეტაპზე გადადის, დასრულებული არის უკვე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა. ახლა დაცვის მხარემ უნდა დაიწყოს საკუთარი მტკიცებულებების გამოკვლევა. ეს მტკიცებულებები იქნება როგორც ექსპერტიზის პასუხები, მაგალითად ასევე დაცვის მხარე წარადგენს სასამართლოს ხდომათა დარბაზებში მოწმეებს, რომლებიც დაიკითხებიან როგორც ბრალდების ასევე დაცვის მხარის მხრიდან. დღეს მნიშვნელოვანი არის ის, რომ ადვოკატები დააყენებენ აღკვეთი ღონისძიების გადასინჯვის შუამდგომლობას. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს მოუწევს იმ მსჯელოს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეცვლაზე. ადვოკატების თქმით, აღარ არსებობს არანაირი ფაქტობრივი ფორმალური საფუძვლები იმისათვის, რომ მოსამართლემ ძალაში დატოვოს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა, ვინაიდან უკვე დასრულებული არის ოფიციალურად ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა. ამასთანავე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა დასრულდა ძალიან საინტერესოდ, როგორც ადვოკატები ამბობენ, ეს იყო საქმის მთავარი გამომძიებლის არსენ ხუნაშვილის ჩვენების გამო, რომელმაც პრაქტიკულად ყველა ის ბრალდება, რომელსაც პროკურატურა დაკავებულ 11 პირს ედავება, უარყო, მან თავადვე განმარტა, რომ ჯგუფურობა არ დასტურდება ამ პირებს შორის და არ დგინდება მათ შორის წინასწარი კომუნიკაცია. სწორედ ამიტომ დღეს მოითხოვენ ადვოკატები, რომ შეიცვალოს აღკვეთი ღონისძიება და უფრო ნაკლებად მძიმე აღკვეთის ღონისძიება გამოიყენოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 11 პირის წინააღმდეგ. უსმინეთ გამომძიებლის ჩვენებას, რომელმაც თავისი სიტყვით დაადასტურა ის, რასაც თვეების განმავლობაში ჩვენ ვსაუბრობდით, კერძოდ სრულიად გამორიცხა რომელიმე პირსა და ზოგადად ორგანიზატორებს შორის რაიმე კავშირი. ზოგადად ამ პირებს შორის პირდაპირი კავშირი გამორიცხა და თვითონვე დაადასტურა ის, რომ მათ ერთმანეთთან კავშირი არ უდგინდებათ. შესაბამისად, ის რომ ფაქტობრივად გამოძიება დასრულდა, უпроსტად სასამართლოს გამოძიება, ბრალდების ხარის მტკიცებულებების გამოკვლევა, ასევე გამომძიებელმა ახალი არსებითი მნიშვნელობის მქონე საკითხზე ყურადღება გაამახვილა სასამართლოს წინაშე. ვფიქრობთ, რომ ეს არის ახალი გარემოება, რომელიც იწვევს გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლას. ეს გადაწყდება მიიღება გადაწყვეტილება თავისუფლების პრეზუმპციის სასარგებლოდ, მიუხედავად იმისა, რომ აქამდე მოსამართლე იხლებოდა საწინააღმდეგო პოზიციაზე. თუმცა განსაკუთრებით დიდი მოლოდინები არ გვაქვს სასამართლოს მხრიდან. ამოწურა მტკიცებულებების გამოკვლევა, ერთი პირდაპირი მტკიცებულება სინდისის პატიმრების წინააღმდეგ არ არსებობს საქმეში და მათ მიერ გამოკვლეული მტკიცებულები დადასტურდა აღნიშნული. შესაბამისად, აღარ არსებობს კანონის შესაბამისად საფუძვლები, რომ ისინი იმყოფებოდნენ პატიმრობაში და დღეს მოსამართლეს მოუწევს მსჯელობა იმ საკითხთან მიმართებით, რომ განგრძობადი პატიმრობა რამდენად არის კანონიერი და შესაბამისად უნდა გაითვალისწინოს ის მოცემულობა, რომ დაცვის მხარე, როდესაც დავიწყებთ მტკიცებულების გამოკვლევას, რამდენად არის რელევანტური პატიმრობაში ყოფნა იმ ადამიანებისა, რომელთა მიმართაც აღარ არსებობს შესაბამისი რისკები. იმ მოწმეებს გამოკითხავთ, რომლებიც სასამართლოს ხდომაზე დაადასტურებენ, რომ სწორედ ბრალდების მხარე ჩადიოდა დანაშაულს და არ არსებობდა სინდისის პატიმრების მხრიდან რომელიმე კანონდარღვევის დამადასტურებელი მტკიცებულება. ამ ეტაპზე გულახდილად რომ გითხრათ, საერთოდ აღარ არის დაცვის მხარის მტკიცებულებები საჭირო, ვინაიდან დაიკითხა გამომძიებელი, რომელმაც დაადასტურა, რომ არ არსებობს არც ერთი საკონტაქტო წყარო, რომ ეს ადამიანები ერთმანეთთან კონტაქტობდნენ და ორგანიზებულები იყვნენ. შესაბამისად, ამ სისხლის სამართლის საქმეზე ამ გამომძიებლის ჩვენება იყო გადამწყვეტი და თავად გამომძიებელმა გამორიცხა ყველანაირი ორგანიზება და აღნიშნა ესეთი ფაქტი, რომ მობილური ტელეფონებით უნდა დადასტურებულიყო კომუნიკაცია ერთმანეთთან. დაასრულა ბრალდების მხარე მტკიცებულებების გამოკვლევა, ახლა რომ მოვიდეს ექსპერტიზის დასკვნა, მაინც აღარ იქნება დასაშვები, იმიტომ რომ დასრულებულია ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპი. ამიტომ ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამომძიებლის სიტყვები, რომ როდესაც მან განაცხადა, რომ სატელეფონო საშუალებით
უნდა დადასტურდეს კონტაქტი, ვეღარ დადასტურდება ამ სისხლის სამართლის საქმეს. ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევისას ვერც ერთმა მოწმე პოლიციელმა, რომლებსაც საქმეში დაზარალებული სტატუსი ჰქონდათ, ან რომლებმაც ჩაატარეს რიგი საგამოძიებო მოქმედებები, ვერ დაადასტურეს, რომ 11 პირისაგან რომელიმე შესაძლოა ყოფილიყო ძალადობაში მონაწილე, ან რომელიმე შესაძლოა ყოფილიყო კონკრეტული პოლიციელების დამზიანებელი. ამასთანავე, როგორც მოისმინეთ ადვოკატების შეფასებები, პრაქტიკულად სუსტ მდგომარეობაში ჩააყენა ბრალდების მხარის მტკიცება და პოზიცია საქმის მთავარი გამომძიებლის არსენ ხუნაშვილის ჩვენებამ, რომელმაც პრაქტიკულად დაადასტურა ის, რასაც დაცვის მხარე სამართალწარმოების დაწყების დღიდან ამტკიცებდა, რომ აღნიშნულ პირებს შორის არანაირი ჯგუფურობა და წინასწარი კონტაქტი არ არსებობდა. შესაბამისად, პროკურატურის მტკიცება, რომ საქმე ეხება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, არის აბსურდული. რაც შეეხება სინდისის სხვა პატიმრების საქმეებს, რამდენიმე საათში უნდა დაიწყოს ანტონ ჩეჩინის და თედო აბრამოვის სისხლის სამართლის საქმეების განხილვა. ორივე მათგანს ნარკოდანაშაულს ედავებიან დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენასა და შენახვას. აღნიშნული ბრალდება ითვალისწინებს 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას. ორივე საქმე უკვე პრაქტიკულად არის დასკვნით ეტაპზე და როგორც სხვა საქმეებზე, დიდი ალბათობით ამ საქმეებზეც მალე გამოცხადდება გადაწყვეტილება. სასამართლო ადვოკატების შეფასებით ჩქარობს და მოსამართლეები ჩქარობენ, რათა მოასწრონ გადაწყვეტილებების გამოცხადება სექტემბრამდე, წინა საპატიმრო ვადის ამოწურვამდე.